მოგესალმებით საღამომშვიდობის დღეს გქონდა საუბრები ქრისტიანული სიმბოლოები, ანუ ჯვარი საიდან შემოვიდა ქრისტიანობაში როგორც ეშმაკზე, ვითომ ეშმაკზე გამარჯვების სიმბოლო. ზოგადად არსებობს ადამიანთა კატეგორიები, რომლებიცაც მიუღებელი არის მტკიცებულობა, აი მაგალითად ისეთი ფაქტი ვანახო, რომელიც უკანაც არ არსებობს არავითარი ეჭვი. რა თქმა უნდა, სანამ ბიბლია დაიწერებოდა, იყო გრაგნილები და ეს იყო ებრაულ ენაზე. ფაქტებიც რომ ანახო, ეს ადამიანები მაინც არ იჯერება. ეს პრობლემა იყო მოციქულთა დროსაც ეკლესიაში. პავლე მოციქული ამბობს ესეთ რაღაცას. მათაც ჩვენსავით მიიღეს სახარების შესმენა, მაგრამ მოსმენელი მათ რწმენას არ შეერწყა. ესე იგი, რას ნიშნავს ეს? რა თქმა უნდა, ის ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიდა, მათაც იხილეს ის სასწაულები ღმერთისა, რაც მათ თვალწინ მოიმოქმედა. მისმა ძლიერმა მკლავმა, მაგრამ მაინც ხბო ჩამოასხეს. ანუ ეს არის ცნობიერება. ადამიანებს რაც აუნა უჩიჩინო, რომ აგერ ესაიამ სინაგოგაში ესაიას გრაგნილი წაიკითხა სინაგოგაში, ესენი მაინც ჯიუდად ამტკიცებენ, რომ ესაიამ გაასხა. იმიტომ რაღაცა ტექსტები არ ემთხვევა. აი ესეთი გაუგებარი ადამიანები არიან რა. როგორ ესაიამ ის ტექსტი წაიკითხა, იესომ ესაიადან ის ტექსტი წაიკითხა, სადაც წერია, ხო, იაჰვეს ცხო მე უფლის სულია ჩემზე. იაჰვემ ცხო მეო და ცხებული განსხვავდება იმისგან, ვინც ცხო, ხო? ანუ აი ასეთი ადამიანებს რამის ახსნა და გამოკვლევა არც უნდა და მე ვფიქრობ, რომ ანუ რაც საწყობთ მაინც იგივეს გააკეთებენ. აი თუნდაც ჯვრის თემაც რა. ჯვარი ძალიან კარგად იცის ყველამ, რომ ეს არ არის ქრისტიანული სიმბოლო, ეს არის უძველესი მაგიური პენტაკლი, რომელიც იცავდა უბედურებისაგან და მოულოდნელი სიკვდილისაგან. რაღაცა ესეთი დატვირთვა ჰქონდა ამ ჯვარს. ტყუობისაგან დასახსნელად. აი ესეთი არის მე-12 მაგიური პენტაკლი არის. ამას არანაირი საერთო არ აქვს იესო ქრისტეს სწავლებასთან, იმიტომ რომ საგალობაშიც წერია ჯვარსა შენსა თაყვანისცემთ მეუფეო და წმინდა საღდგომოსა შენს საუგალობ და ვადიდებთ. იქ არ წერია სიკვდილი. ანუ ჯვარში როდესაც საგალობას გალობენ, არ გულისხმობენ სიკვდილს, ახის ფორმას, არამედ ტანჯვას. ანუ შენ ზღვას და შენს გავლენ ტანჯვას, ტანჯვის გზას ჩვენ პატივს ვცემთ, ვადიდებთ, ანუ განდიდება ნიშნავს პატივისცემას. მათ ხოვარ და წმინდა საღდგომოსა შენსა, ანუ აღდგომა რომ მოხდა, უგალობ და ვადიდებთ. ჯვარი არის ტანჯვისა და წამების სინონიმი და არა ხის ფორმა. იმიტომ რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულობა იმისა, რომ იესო ქრისტე მოკლეს ჯვარზე. არ არსებობს ის ფაქტი, ის ჯვარიც არ არსებობს, რომ ჩვენ რამე ხელით ჩასაჭირი გქონდეს, რომ ეს დავიჭიროთ. არ არსებობს ფაქტი, არ არსებობს მტკიცებულება. მე თუ არა მაქვს ფაქტი, მე იმას ვერ მივიღებ 100%-იანად, რომ ეს არის. და რწმენა არ არის, ყოფილა ნახტომის სიბნელეში რწმენა არის ფაქტებზე დაყრდნობით დადასტურებული აქტი, რომ ეს მოხდა ისტორიულადაც და რეალობაშიც ეს ხდება. არის ბუნებრივი კანონზომიერება, რასაც ჩვენ ვერ ავწდებით, ანუ ღმერთის სიტყვა მოქმედია. ის თუ გადაწყვიტა და იმან თუ დააწესა, არ გადავა იმის სიტყვა და არც ცნება, არც ადამიანების მიმართ, არც სამყაროს მიმართ და საერთოდ
ყველაფერი მის ხელში არის. ღმერთის გაცნობა ხდება წერილების მეშვეობით, ანუ თუ ჩვენ გვჯერა რომ ეს წერილები არის მოცემული იმისათვის, რომ ჩვენ წავიკითხოთ და გავიცნოთ როგორია ღმერთი, რა თქმა უნდა, ეს არის თვითონ ღმერთისგან მოსული წერილი ჩვენზე. იერემიას რო ეუბნება, ხო, ესაიასაც დაწერე წიგნიო და მომავალ თაობას წაუკითხე. და თაობიდან თაობამდე იკითხონ ეს წერილები, რომ შთამომავლობას გადაეცეს თუ რა მოვიმოქმედე ეგვიპტეში და საერთოდ ისრაელიერის გულისთვის. და უფრო სიტყვა რომ არადეული არის, ეს გრძელდება მომავალ თაობებშიც და დღესაც არის ამის საშუალება, რომ ჯერ კიდევ ქრისტემდე ესაია იყო და არის წერილი გუმრანის ტექსტებშიც აღმოჩენილი. რაც არ უნდა ეხა გაიხენ ესენი შუაზე, ფაქტის სახელზე არის, რომ ესაიაში დაწერილი სიტყვები ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ის ცხადდება. და თუ ცხადდება, რა თქმა უნდა დავიჯეროთ. აი სანხერების ისტორიას აცხადა, მეფე ხიზკიას არსებობაც აცხადა. ხო, ამბობდნენ რომ ეს ზღაპრები არის და არანაირი ბრძოლა არ მოხდა და სანხერებს რა უნდოდა იერუსალიმში. არ და რეალურად აღმოჩენილია ხო სანხერების ექვსკუთხას პრიზმა, სადაც წერია დავიბყარიო იუდას ქალაქების 24 გამაგრებული ციხე-სიმაგრე და მეფე ხიზკიაო იერუსალიმის მეფე თავის პატარა ქალაქ იერუსალიმში როგორც ჩიტი გალიაში ისე გამოამწყლიო. ანუ ეს ისტორიული ფაქტი ებრაელებმა კი არ დაწერეს. და მარტო ბიბლიაში კი არ წერია, ასურეთის ანალებში წერია და ნაბუქოდონოსორის თიხის ფირფიტებზეც ბიბლიოთეკაში არის შემონახული. ასე რომ მეცნიერებას და არქეოლოგიაც მიდის იმ მტკიცებულებამდე, რაც წერია ფსალმუნებში, ენოქის წიგნში, ესაიაში და მეორე ჯგუფში. ეს 4 გრაგნელი საკმარისი არის იმისათვის, რომ ჩვენ დავიჯეროთ. თუ არ გვჯერა, ეგ იმის პრობლემა არ ვიკვლევთ და თუ გვჯერა, ესე იგი ჩვენ კვლევის საფუძველზე ვიძახით, რომ ჩვენ ვიჯერებთ ამას. იმიტომ რომ ფაქტი ახსრულდა, ანუ ფაქტი მოხდა, ფაქტი ვიპოვეთ, მტკიცებულება არის. ვერ გააქრეს. ასევე ღმერთის სახელზეც 8 ხილები არიან და იახვე ეშმაკი არის, მე ამაზე ხშირად ვისაუბრებ ხოლმე. იახვე ეშმაკი ვერ იქნება მეგობრებო, იმიტომ რომ თვითონ ეშმაკი ეუბნება იესოს უდაბნოში გამოსვლისას, რომ გადახტიო და იახვე თავის ანგელოზებს უბრძანებსო შენს გამო. დაგიცნო ქვასფეხი ვარ წამოკრავ. თუ იახვე თვითონ იყო ეშმაკი, ეს ეშმაკი იესოს რომელი იახვეზე ეუბნებოდა, რომ გადახტი და იახვე თავის ანგელოზებს უბრძანებსო დაგიცნო. შენს გამო უბრძანებსო. ანუ შენზეო ეს დაწერილი ეს 91 ფსალმი. ასე რომ არიან ეს ადამიანები, ესენი არიან დემონიზირებული, ზოგს პიპკიდან აღგაშვებული, ნახევარზე მეც უკვე პიპკიდან აღგაშვებული. განსაკუთრებულად რელიგიური და ეს ქრისტიანული დენომინაციები რა, ძალიან მორწმუნეები რო არიან, ნახევარზე მეტი ვერ არა, მატორზე რა, დალაგებული მართლა ვერ არის. ოჯახები წინგრევათ, ეხა არც ერთ ქალს არ მოეწონება ძალიან გადავარდნილი მორწმუნე და არც ქმარს არ მოეწონება ძალიან გადავარდნილი მეუღლე. მე რა არ მომწონს კიდე იცით ეკლესიაში არის პრობლემა, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარებაზე არ ლაპარაკობენ, ესე ღიად. და არ შეიძლება, როდესაც ეკლესია ღია ყველასთვის, ხო, როგორც იესო ამბობს, რომ ჩემთან მოსულს არ გავაგდებ. პავლე 24 საათი გადაგებდა ბიბლიას და გულში იყუტებდა ყველას და თელღამეებს ათენებდა იმისათვის, რომ ქრისტე გამოსახულიყო მის მსმენელებში. აი ეს არ არის ეკლესია. ეკლესია გახადეს დუქანი, დილით გაიღება 7-ზე თუ 8-ზე, სანთლები, ხატები, რაღაცები აიყიდოს, საღამოთი იკეტება, ის არც თავშესაფრები, არც არაფერი, არც უსახკაროებისთვის არა და მამის სახლი უნდა იყოს თავშესაფარი. ეულებისთვის. ეკლესია უნდა ეხმარებოდეს, აი როგორც კათოლიკებს აქვთ, ეხმარებიან ესეთ ადამიანებს, უსახკაროებს და ბინას აძლევენ.
და სხვათა შორის კათოლიკური მისიონერები ძალიან განთქმულები არიან თეოლოგიურ სფეროში და უფრო დამაჯერებლად გადაგებენ. სხვათა შორის ჰქონდა დისპუტები მე-15 საუკუნეში მარკოს ეფესელთან, კათოლიკე კარდინალს, რომის პაპის კარდინალს და გააჩუმა, საუბრებში მოუგო. სამების თემასთან დაკავშირებით იყო, თუნდაც მან სამობის თემასთან ისე არა როგორც ხა ეს არის გამარტავენ, რომ სამი ერთის გარეშე და ერთი სამის გარეშე არ არსებობს, ეს არის სულელი. ნამდვილი ლათინური მწამსი საიდანაც მოდის, ის ყოველთვის არის ძირძველ სამოციქულო რწმენაზე, სადაც წერია, რომ ძე გამოდის რა მამისგან, მამა არ გამოდის არავისგან. ასე რომ მამა ყველაზე უზენაესია, ის მარტო ერთადერთია. და ღმერთი რო საკუთარი თავიდან არ გამოდის, ეგ ცხადია ხა. რა პრობლემა არის ახლა უყურეთ, ანუ ეკლესიას ესენი გადაგებენ კედლებში. კედლებს უწოდებენ ეკლესიას, ანუ რაღაცას ააშენებენ, შენობას და ამას დაარქვევენ ბარბარეს ეკლესია, ნინოს ეკლესია, ამის ეკლესია, გიორგის ეკლესია, რა ვიცი, ნიკოლოზას ეკლესია. ეს არის მეგობრებო წარმართობა, ეს არის ადრეც ეგრე იყო, რომელიღაც ქალღმერთის სახელებზე უშენებდნენ ტაძარს. კოლხეთშიც იყო ეგა და სხვადასხვა ქვეყანებშიც, განსაკუთრებით საბერძნეთში. რომელიღაცა სახელოვანი გმირი თუ ვიღაც იქნებოდა, იმაზე ტაძრებს აშენებდნენ და ღმერთად ერაცხავდნენ და ანუ ის გლადიატორებზეც კი ლოცულობდნენ, წარმოგიდგენთ რომში. განიკუსიო და ვიღაც აღმერთებდნენ რა, ჯერ მოკლავდნენ ადამიანებს. სიცოცხლეს უმწარებდნენ, ვეფხვებს და იმებს და მე ღმერთებად შერაცხეს. აი ეს გადმოვიდა უკვე ბიზანტიური, ბერძნული, რომაული რელიგია რა, ეს სიმყრალე უკვე. ჯერ სიცოცხლეში ადამიანს მოუსპო ცხოვრებას და მე წამებულად შერაცხავ და წმინდანად შერაცხავ. ეს არის კატასტროფა, მეგობრებო. ეგეთი რაღაცა რა ქრისტეს არ დაუვალები ეს, საწერია ეგეთი რაღაცა, რომ მთელი ცხოვრება სულ უნდა გაგიმწარონ და რომ გარდაიცვლები, მე მართლად გამოგაცხადონ და წმინდანად შეგრაცხო. მე ეგეთი რაღაც არსად არ გამიგე. პირიქით პავლე ამბობს, რომ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს, მშვიდობა იყოს, სუგრძელობა იყოს, სტუმართმოყვარეობა იყოს, მისვლა-მოსვლა იყოს, პატივისცემა იყოს, პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარითო, ერთმანეთზე დიდი წარმოდგენები ნუ გექნებათო, არამედ ყველას იმდენი კონდესო, რომ ამდენიც მიეცა ღმერთისგან. საკუთარ თავს სხვაზე მაღლა ნუ დააყენებო. ისწავლეს ღვთის ცხოვრება, რა მთელი ის პავლეს სწავლებანი ხო დარიგებების უმაგრი არის, რომ ნუ გაიხსენება თქვენ შორის შუღლი, რისხანება, ამპარტაუნება, სიამაყე, არამედ სიყვარულით გარდაიქმნით ახალგაზრდად ქრისტეში. მაგრამ რაღაცა იავნანასავი ჩაესმით რა. თუ ეკლესიას კედლები აქვს, მაშინ რა უნდა იმ კედლებს ჩემს სახლში? ხო ამბობს ფილიმონის წერილის პირველი თავის მეორე მუხლში პავლე. ეკლესიას, რომელიც ჩემს სახლში არის. ხო და თუ ეკლესიას კედლები აქვს, სად არის ეს კედლები ჩემს სახლში აბა? ვერავინ ვერ იტყვის რომ ეხლა ჩეხური პროექტი მეხუთე სართულზე, სადაც ლევანი ცხოვრობს, პარკეთილში ის კედლები არის, ის ბეტონი არის ეკლესია. რა თქმა უნდა, ამას არავინ არ იტყვის. არც ერთი მოდელი მაგას არ იტყვის, რომ აი ლევან პეტრიაშვილი რო ცხოვრობს იმ კორპუსში, ის არის ეკლესია. ასე რომ ეკლესიას კედლები არ აქვს, მეგობრებო. თუ გეტყვიან რომ აი ეს არის ეკლესია, რასაც ხედავ, რაც ადამიანის ხელმა ააშენა. ეგ ეკლესია არ არის, იმიტომ რომ ეკლესიას კედლები არ აქვს. და თუ აქვს, მაშინ წინააღმდეგობაში მოდის პავლეს წერილთან. რა უნდა მაშინ იმ კედლებს ჩემს სახლში? როგორ მოხდა ის კედლები ჩემს სახლში, რომ პავლე ამბობს ეკლესიას, რომელიც ჩემს სახლშია. მაგასაც თავი დავანებოთ. ჯერ ერთი ეკლესიაში არ დადიან, ეკლესია იკრიბება. საქველმოც კულტა მე-16 თავში არის, ხო? ანტიოქიაში ჩასრულებმა ეკლესია შეკრიბეს. ანუ ეკლესია კრება კი არ არის. და არ შეკრება არ არის. არამედ ეკლესია არის ადამიანები. დედამიწაზე მივაფანტული. ქრისტეს წმინდა ქვევი, რომლის მეშვეობითაც შენდება ერთი სხეული, ქრისტეს სხეული.
აი ახსარების ჩაბარება, ესეც როგორი დამახინჯებული რაღაცა, ეხა უყურე. ზოგადად ძველ დროს ახსარება იყო წმენის აღიარება, საყოველთაო საჯარო აღიარება. ტაძარში მდგომი მორწმუნეები, ანუ ეკლესია, ანუ ის პიროვნებები, ვინც დადიან, იმისათვის რომ წერილები გაარჩიონ. ანუ 2 და 3-იც რომ იყოს და იქ წერილები გაარჩიონ, ეს უკვე ეკლესია არის. თვითონ ის ადამიანები არიან ეკლესია. საჯაროდ აღიარებდნენ ღმერთის წინაშე, ლოცვას აღავლენდნენ და თავიანთი რწმენის აღიარებას, ანუ თავიანთ რწმენას ადასტურებდნენ. ეს არის ლიტურგოს, ანუ სამადლობელი აღსავლის სულიერი მსხვერპლი. ბასილი პრესვიტერის დროს ესეთი მსახურება იყო. იქ არ იყო კანკელები, ბარდები, რაღაცა სამსხვერპლოები და არანაირი მსხვერპლი აღარ იჭირებოდა. უსიცხლო, ურწყოი და უმფუნო იყო. ებრაულ ტრადიციაზე იყო ეს ყველაფერი შექმნილი. ამას მოწმობს კიდევაც ქართული ტაძრებიც არ არის, არის საწმინდრები 4-თა მაგალითად, იქ საერთოდ არ არის საკურთხეველი. არც სამსხვერპლო, არც ფრესკები და არაფერი. აი ეგ დაახლოებით აი ესეთი სტილის საწმინდალები შენდებოდა მხოლოდ იმ ქრისტიანებისათვის, ვინც მოწყურებული იყო და გააზრებული ჰქონდა რა არის ღვთისმსახურება, რა არის ლიტურგია. და რა ის რაც ახლა ხდება საშინელება, ხო? ეს არაფერი კავშირი არ აქვს ამას საერთოდ იესო ქრისტეს სწავლებასთან. ხო, აი ახსარებაზე ჩამოვარდა რა საუბარი. ანუ ახსარება პავლე მოციქული ამბობს, რომ ცოლი ოქმის დაუკითხავადაც კი არ უნდა მივიდეს ეკლესიაში, კითხვაც კი არ უნდა დასვას იქ. და როგორ შეიძლება ცოლმა ქმრის დაუკითხავად ღვთის ახსარება ჩააბაროს. ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა ქმრის და საერთოდ ქრისტეს. ქმრის დაუკითხავად ქალს უფლება არ აქვს ღვთისთან ახსარების ჩაბარების. იქემა რა უნდა უთხრას ან ქმარს უმალავს ან რაღაცა იმ ღვთელმა ის მამაკაცია ხო პირველ რიგში ღვთელი არის მამაკაცი. არც ერთ ადამიანი არ არის სანდო პიტაპი წერია. წეულია ის ვინც ადამიანზე არის დანდობილი. ადამიანსაც ნუენდით, მასაც ნუენდობითო. წერია ის ბიბლიაში გაფრთხილება არის. და ასევე პავლეც ამბობს რომ მოვლენდა დამცინავიო და გულუბრყვილოებსო შეაცდენენო. ანუ გულუბრყვილოები არიან ეს ქალები, მიდიან ქმრის დაუკითხავად და ღვთელს უყვებიან თავის ქმარზე, აი მამწარებს, არ მიშვებს ტაძარში, ლოცვას მიკრძალავს, მარხვას მიკრძალავს. ჯერ ვინ დააწესა რომ მარხვაში ქმართან ურთიერთობა არ შეიძლება. ეს არის ძალიან დიდი უგუნურება, მაგის გამო ბევრი ოჯახები დაინგრა. ეს არ არის ლამაზი საქციელი. მერე ის ქალი რომ მოდის საერთოდ გაურებულია ქმართან, გაცილებულია როგორი ხარ. ახსარება ჩამაბარე, გაზიარებ, ქმარს არ დაუწე და მარხვაში თუ ქმარს დაუწე კი აღარ გაზიარებ და რაღაც სისულელეები ხო. ქმარს მიეცი თავარია საყვარელს არ მისცე თორე. ქმარს მიეცი. ერთი სისხლი და ერთი ხორცი ხარ. საწერია იქ რომ ცოლქმრის სარეცელი სიბილწია და ურთიერთობა. ეს ხო სისულელია მეგობრებო. პავლე მოციქული მაგიტო არ ამბობს რომ ჯობიაო ერთი ცოლის ქმარი იყო ვიდრეო გაიყვნაო და იმრუშო რა. ჯობია ერთი ცოლი ყავდეს. ყველა კაცს თავისი ცოლი ყავდეს, სიძვისგან თავის ასარიდებლად, ხო წერია კორინთელების, პირველი კორინთელების მე-7 თავში. ესე იგი, იმიტომ უნდა მყავდეს ცოლი, რომ მე სიძვისგან თავი ავირიდო, ანუ აღარ მომიდეს რაღაც ვნებები სხვა ქალისკენ, ქმნიანი ქალებისკენ, ბორდელებისკენ, მეძავი ქალებისკენ არ გამიქცეს თვალი. აი ცოლის ფუნქცია ეგ არის, რომ დააკმაყოფილოს ქმრის მამაკაცური მოთხოვნილება. ანალოგიურად თვითონაც დაიკმაყოფილოს. ეს არის ოჯახი და გამოდიან ღვთლები და ამაში წვიწყობ. ეს საშინელებაა მეგობრებო. ამის აკრძალვა იწვევს ფსიქიურ აშლილობას, ანგრევს ადამიანის ორგანიზმს. ესეთი რაღაცა, როგორ მე ცოლი ისთვის მინდა სახში თუ არ მოვეფერე, თუ არ ჩავეხუტე, თუ იმასთან ურთიერთობა არ მაქვს. რანაირი ჩემი ხორცია, ხო თუ გამივუცხოთ და ჩემთან სიშიშვლისას წვენია, გაშიშვლების წვენია. ეგ რაღაც ცოლია. ცოლი კი არ არის, ცომი არის. საწერია ეგეთი რაღაცა მეგობრებო, რომ ცოლქმას ერთმანეთის უნდა წვენოდეთ. და მარხვაში არ უნდა მთელი ცხოვრება მარხვაა და ვისაც მარხვა არ კიდე იმარხულო ნაგე მონაზვნები ჩვენ არა ვართ, ხო? წადი და ურტყით თავი იქ, ერთი ქრისტეს ეგეთი რაღაც არ დაუარსებია. ღვთელმონაზვნობა არ დაუარსებია ქრისტეს. ქრისტემ აკურთხა ქორწილი კანას გალილეაში, ხო? ხო გახსოვთ? დალოცა ის წყვილების წყალი ღვინო დაქცია. ხო შეეძლო რომ ღვინო გაუთავდათო და თრალები იყვნენ და აღარ მიეცა ღვინო, ხო? თრობის ერთ-ერთი ეს არის, ხო?
ღვინოს ერიდებიან ებრაელები, მაგრამ ქრისტე წინააღმდეგ წავიდა. მისცა მაინც ღვინო და ბოლომდე იმხიარულეს. დაითუნდა, გადაითუნდა, დაიტყუნა კიდევაც ამ ღვინით. ასე რომ დოგმა რაღაცა კანონი რო შემოდის ეკლესიაში გადაუმოწმებლად არაფრის დაჯერება არ შეიძლება. მით უმეტეს მიიღება. მე ვერანაირად ვერ დამაჯერებ, ამიტომ ეუბნები ხოლმე რა, მანახე ქრისტე რომელ ჯვარზე მოკრეს დაგიჯერებ. მე ეს სიტყვაზე არავის არ მენდობ. წავიკითხე წერილი, ფაქტი მოხდა, ისტორიულ ფაქტი, სულ დავიჯერე. იმიტომ კი არა რომ წერილი ამბობს, არა. იმიტომ რომ ფაქტი მოხდა. აი ესეთი უნდა იყოს თქვენც აბსოლუტურად რა, არ არსებობს ფაქტი, არ არსებობს მტკიცებულება. რატო უნდა გენდო სიტყვაზე, რა იცი ქემ არ მატყუებ. და სომერა უკვე გარბიან რა, მე ესეთი მწამს, მე ესეთი წმენა მაქვს, მე მამაოების წამს. მამაოების კი უნდა გწამდეს. მამაოების უნდა გიჯეროდეს. ჯერეთი მამაოც არ არის ეგა. ღვთელი არის. ღვთელი უფლისა კიდე არ არის, მაინც და მაინც ტაძრის ღვთელი, იმიტომ რომ ტაძრის ღვთლობამდე იყო მელქისედეკის ღვთლობა. მელქისედეკს საერთოდ არ ქონია ტაძარი. ღვთლის კი უნდა გწამდეს, ღვთლის უნდა გიჯეროდეს. და როგორ უნდა გიჯეროდეს? უნდა გიჯეროდეს, როგორც მოსეს ჯეროდა ისრაელს. რომ ღმერთი მას ელაპარაკებოდა. აი ესე მიყვებოდა მოსეს მთელი ისრაელი. მოსეს ღვთელი იყო. მას არ ქონია ტაძარი, მაგრამ ღვთელად იწოდება. ფსალმურებში წერია. მოსე, აარონი და სამუელი, ღვთელთა შორის მისდა. ეს სამი ფიგურა ჩანს, მოსე, აარონი და სამუელი, რომელიც უშუალოდ ელაპარაკებოდა იაჰვეს და ღმერთი მას ელაპარაკებოდა. სხვა ბიბლიური სახელი არ არის, ამიტომ იაჰვე იესო არ არის, მეგობრებო. ნუ შეგასდეთ, ნუ რავი. ვერანაირად ვერ იქნება იაჰვე იესო, იმიტომ რომ იესო არის ძე იაჰვეს. და იაჰვე არის ყველას მამა. მაშინ ეშმაკი აღარ ეტყოდა იესოს. შენზეო დაწერილიაო, რომ უზენაეს იაჰვეო, უბრძანებს თავის ანგელოზებს და დაგიცვა, თავის თავს უბრძანებს. და თავის თავს უბრძანა დაიცვა, თავის თავს უთხრა დაჭიქ ჩემს გვერდითო. და ეს თავის თავი ლაპარაკობს, დღეს გშობე შენაო და უწინარეს ბორცუთა მშოამეო, უწინარეს ბორცუთა ვიშევ ჩემი თავი, სადამოს იესო ქრისტიანო, ღმერთი ამას. ასად არ ამბობს. ასე რომ იესო ქრისტეს მამასთან გათანაბრებით, მამობა უქმდება და საერთოდ იესო ქრისტეს ფუნქციას იკარგება. ანუ იესო ქრისტე გამოდის პიროვნებების მიკუთვნებელი მატყუარ. ესე გვატყუებდა, ცოცხლად ელაპარაკებოდა, ხო იქ მოციქულებს და პეტრესაც ხო შეეკითხა, ვინ გონივართ თქვენ? პეტრე ადგება და ეტყვის, შენ ხარ ძე ცოცხალი ღმერთისა. მას არ უთქვია შენ ხარ ცოცხალი ღმერთი. არა, შენ ხარ ძე ცოცხალი ღმერთისა და იესო ამას არ უარყოფს. იესო უდასტურებს, იესო შენ სისხლმა და ხორცმაკი არ გამოგიცხადაო, სიმონ ბარი იონაო, ანუ იონას ძეო. არამედ მამა ჩემა ზეციერმა იმან გაგიცხადაო. ხო მე კი არა ვარო, მე მამაო შენი. მე ვარო იმის ძეო. ყველა სახარება შეგრიან, არ ვიცი ისინი რას ხსავენ, თუმცა არც მიკვირს, სადაც ჯვარს აღიარებენ და წარმართული სიმბოლოები შემოიტანეს და მთლიანად ქრისტიანობა სიმბოლიზმზე დაიყვანეს და იმასაც კი ისინიც კი აღარ ცხვენიათ უკვე ისე კრეხელობენ, რომ მთლიანი ბიბლიაო დაშიფრული ინფორმაციაო და ეს პირდაპირ გაგებით არ უნდა გაიგოთ. ესე იგი ღმერთმა ისეთი დებილობა რაღაცები დაწერა, რომ იმის პირდაპირ გაგება და წაკითხოს აზრი არ აქვს. და რაღაცა ვიღაცები რა ქვია მაგას გემატრიის მცოდნეები და ენათ რიცხობრივად უნდა გავშიფროთო და რაღაც დებილობები რა. ღმერთის სიტყვა თურმე ისეთი რთული ყოფილა, რომ გემატრიით უნდა განიშიფროს და რაღაცა ვიღაცების კომენტარებით. არა, ყველაფერი ძალიან მარტივად, სიმარტივეში არის ყველაფერი. თვითონ სიტყვა გეუბნება ძე, ვინ არის? ძე არის რა. სანამ იქნება ძე, მას ყოველთვის ეყოლება მამა. და ის ვერასდროს ვერ იქნება მამა, იმიტომ რომ ძე ვერ ქმნის მამას. მამა ქმნის ძეს. ძე ვერასდროს ვერ შექმნის მამას. და ვერასდროს ვერ გახდება საკუთარი თავის მამა. მაშინ ძე აღარ იქნება, ვისი ძე იქნება თუ საკუთარი თავის მამა თვითონ არის. და თუ ის მამა თავის ძე არის, მაშინ ვისი მამაა? მამობა უქმდება. მაგრამ ამათი მოკლეჭკვა მაგდენს ვერ ხვდება. იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ბერძნულ, რომაულ, ბიზანტიურ სქიზმაში არიან. ჩავარდნილები. ეს ჯვარიც ბაბილონურ ეგვიპტური სიმბოლო არის.
წარმართული ცნობიერები, სამებაც მაქედან მოდის. ენქით, სემირამიდე და თამუზი. მოკლედ თუ მდგომარეობამდე მიიყვანს ღმერთის არასწორი თაყვანისცემა ადამიანებს და ნაყოფებით სახეზე არის. არ არიან ეს ადამიანების სანდოები და კარგი იქნება, რომ ცოტა დისტანციას დაუჭით ამ ადამიანებთან. და ხშირად არ გვექნება ურთიერთობა. პავლე მოციქული დაჟე იმასაც წერს, რომ ვისაც თქვენთან ის მოძღვრება არ მოაქვთ, რაც ჩვენგან მიიღეთო. პურსაც კი ნუ შეჭამთ მათთან და ნურც მიესალმებითო. ვინც არ უნდა იყოს. მე არ მშობელია, მე არ დაძმა. რა დაძმა და იმაზეა საუბარი. ყველას ერიდეთო, ვინც იესო ქრისტეს იტყვებს ასე აპამპულავებს. პირდაპირ ტიტულიანის მაგას სახეს მოშორით ანტიქრისტეებს, ვინც ძეს მიიჩნევს იმად, რაც არ არის. ან ძის გარდა სხვა არამედ თუ მიიჩნევსო იესო ქრისტეს. მოშორით ესეთ ადამიანებს. აი უკვე ნახე როეონები ძე არის, ხო, ძე არის, მაგრამ ის არაფრით განსხვავდება მამისგან, ხო, გეონებიან. არაფრით განსხვავდება, ხო, უნდა ჩამოშორით ამ ადამიანს რა. როგორ არ განსხვავდება თვითონ ძე, სიტყვა გეონება ძე, რომ ეს სხვა ვარ. მე არა ვარ იმის იდენტური. ვერც ვიქნები, ვერანაირად ვერ ვიქნები, როგორ ხა, ჩემი შვილი, ჩემი იდენტური როგორ არისო. არაფრით არ ამგავს, არც სრულებში, არც გემოვნებაში, არც ცნობიერებაში. არაფრით არ ამგავს ვაფშე. როგორ არის ჩემნაირი და როგორ ვარ მე, ჩემი შვილი. ან ჩემი შვილი ჩემნაირი როგორ არის? არანაირად. მაშინ იესოს თავისუფალება უქმდება. თუ იესო იგივეა როგორც მამა არის, სადა აქვს მაშინ იესოს თავისუფალება, თუ კი ყველაფერი მამაზეა დაქვემდებარებული. და მამა უწყვეტს რა გააკეთოს და რა არა. სადა აქვს იესოს თავისუფალება მაშინ, როგორც სამჰიპოსტაზოვან ერთ ღმერთს, როგორც ესენი გაყვირია. ხო და კონდეს არა თავისუფალი ნებელობა, ის არ უნდა იყოს დამოკიდებული მამაზე. რომ მამა აბა ესე გამიკეთე მამა ისე დიდება მომეცი მამა და დამიბრუნე და ისე და აი ესე გავაკეთე ისე გავაკეთე შეინების აღსრულება მინდოდა ღმერთო სხეული გამემზადე ხო წერია ეგენი იესოს უმაგა მამაზე ლაპარაკობს ვინ არის ეს მამა ხო ზეცაშიც მამაზე ლაპარაკობს მიწაზეც რო ჩამოვიდა იქაც მამას ახსენებს მამა ჩემი სავანეში თუ არ წავედი ვერ გაგიმზადებთ ადგილსო და რა ვიცი თვითონ ყოფილიყო მამა რომელ მამასთან უნდა წასულიყო ასე რომ წარმართული ცნობიერება ეს არის შეპყრობილობის ერთ-ერთი საფეხური. ამ ადამიანებს ყავთ ჩასახლებული რა. ანუ ცნობიერება გათიშული აქვს, ისინი რეალობას აღთქმას მოწყობილი არიან, იმიტომ რომ მთლიანად დემონიზირებული არის. აი სიმბოლიზმი და ეს გავლენას ახდენს უკვე არასწორი ღვთისმსახურება, აისახება უკვე პიპკიდან გაშვება, ანუ ფაქტიურად გონებრივ დაქვეითებას რა, რეალობის აღთქმა იკარგება ადამიანს და ვერ ხვდება რას აკეთებს, ვის როგორ აწყენინებს. გონია თავი ცამდე მართალი, როგორ ჩვენი წინაპრების წმენა, არანაირი წინაპრების წმენა ეს არ არის. ჩვენი წინაპრები ესეთი ღმერთის არ ასწავლეთ, ეს არის სისულელი მეგობრებო, რა ვიცი და თუ სწამდათ კიდე, ძალიან ცუდი თუ სწამდათ. აი ესეთი წმენა თუ ქონდა, აი იმისაც სწამდათ. ბიბლია ამას არ ადასტურებს. ანუ თავიანთი განგებული, თავიანთი ხუშტურებით თვითრჯულიერია მაშინ ასე გამოდის, როგორც ისრაელი იყო ოდესღაც. და მაგის გამო დაისაჯა კიდევაც ბაბილონის ხელით. ნაბუქოდონოსორის. და ძალიან ხო არ აგავს ისრაელის ისტორია, საქართველოს ისტორიას. სულ გრუჟავდა ღმერთი ამდენი მტრების ხელით. როგორც ისრაელს. და ნატამალი შემორჩა. მაინც ყვავერ ისწავლეს. ისევ ტაძრები, ისევ ის თითქოს იქ სვეტი ცხოველში არ დაეტევიან. ახლა სამება, ისა, ესა. რა ვიცი ხალხო, მე არ ვიცი. ვის უნდა რათუნდათ რამეს აძლევს სარგებელს ქვის შენობებს უფრთხილდებიან და ცოცხალ ტაძარს არ უფრთხილდებიან, ცოცხალ წმინდა ქვებს ადამიანებს არ უფრთხილდებიან. ეს არის ქრისტეს დავალება? ქრისტე ხო ცოცხალ ადამიანებს კრებდა, როგორც ტრედი თავის გვიტებს, თავის მთებქვეშ, მაგრამ მაინც არის ნებეს. იესო ქრისტეს არავის არ უქადაგია იერუსალიმის ტაძარში, საკურთხევლიდან მით უმეტეს.
გადადიოდა იქ ნავში და თაში აყავდა წყანეტარება, საუბრობდა მამაზე, ცათასუფევაზე, როგორია ზეციური მეფობა, რომელიც დედამიწაზე უნდა მოვიდეს და უკვე მოსულია იესოს სახით, რადგანაც საწინდარია, ხო? იესო არის პირველი, პიმშო მკვდართაგან, რომელმაც პირველი გახსნა ზეცაში კარები ადამიანური სხეულით. ფარდა ხო ჩაიხა, შევიდა იქ. წმინდა და წმინდაში და წარდგომილი არის ჩვენს მეუხად ათ ღმერთის ტაძარში, უზენაესის წინაშე. ანუ ჩვენს ლოცულობს მეუხად არის, ადვოკატად არის ხდები და ის ბრალმდებელი ჩვენზე ბრალს უძდებს მამა ღმერთთან ჩვენი ვინც არის ის სატანა, ხო? ბრალს უძდებს. იესო ქრისტე პირიქით შუამდგომლობს, იმიტომ რომ იცის ჩვენი გაჭირვება, თვითონაც ჩვენნაირად იტანჯა, იმწუნია ეს ყველაფერი. და მეუხად არის, ანუ ადვოკატი არის ქრისტე ჩვენთვის ზეცაში. ის სატანა თუ ბრალს გვდებს მამის წინაშე, იესო პირიქით უტრიალებს. იმიტომ რომ უყვარვართ ქრისტეს, ჩვენს გამო თავი გაწირა. თავგანწირული სიყვარული რა არის, აი იმით დააგვირგვინა. იმიტომ რომ ეს არის მეფური პატივი, აი ვინც ამას არ აღიარებს, ცოტა ისეთი რთული საკითხია გესმის. მე თუ ადამიანი მიყვარს მის გულიზე, წავალ თავგანწირული, ან თავგანწირული სიყვარული არის. გადავარჩენ იმის გადასარჩენად, მე გავწირავ საკუთარ თავს და კაიაფას სიტყვები გაიხსენეთ. ასე ჯობია ერთი კაცი მოგწესო და ყველა გადარჩესო, ვიდრე მთელი ხალხი დაიღუპოს და ერთი გადარჩესო. ეს წინასწარმეტყველური სიტყვები თქვა. რადგან იმ დროს ეგ იყო მთავარიო და წინასწარმეტყველა სული წმინდო. ანუ წარმოიდგინე კაიაფა, რომელმაც ქრისტე გაასამართლა, სული წმინდა მამ ადამიანში ითმოქმედა და ათქმევინა სიმართლე. თუმცა კიდე თვითონ ვერ მოტვინა რა თქვა. მაგრამ დავაფიქრდეთ, ხო, ესე იგი იესო ქრისტე რომ მოკლეს, ეს არ იყო მამისაგან მიტოვებულობა და ხელისაღება თავის შვილზე რომ გაწირა და რანაირი მამაა ხო ეს. მაშინ თუ ცუდი მამა იყო და საკუთარი შვილი ვერ დაიცოდა ასეთი ცუდი მამაა ღმერთი, რატო ავალებდა მაშინ აბრაამს, ისააკი და მიკალიო? იმ დროს ცუდი აღარ იყო? ეს არის სისულელე მეგობრებო, ვინც ამბობს რომ რანაირი მოსიყვარული მამაა თავისი ძე არ დაინდო. რანაირი მოსიყვარული ღმერთი იყო აბრაამს საკუთარი შვილი დაკვდა და დაწორო მოსთხოვა. თუ მაგ კუთხით მიუდგებით, მაშინ გამოდის რომ ესე იგი ან თორა გვატყუებს, ან ისლამი გვატყუებს, იმიტომ რომ ისლამი ხო აღიარებს. ვის რომელ მუსლიმასაც შევეკითხე, ყველა მეუბნება რომ დიახაცო აბრაამო შვილი უნდა შეეწირაო ღმერთისთვის, ღმერთმა დაავალაო. მაგრამ ისინი ისააკს კი არ ამობენ, ისმაელს ამობენ. კაი, თუნდაც ისმაელი იყოს. რა ღმერთია ის აბრაამს საკუთარი შვილის ცეცხლში დაწვას ავალებს. თუ მასე ვიმსჯელებთ. რომ ღმერთი რანაირი ღმერთია, მოსიყვარული საკუთარი ძე არ დაინდოო. საკუთარი ძე არ დაინდო კი არა, თავის ნებით წავიდა იესო, თავის ნებით გაწირა თავი, იმიტომ რომ იცოდა რომ მისი სიკვდილით ჩვენ განვიკურნებოდით, ჩვენ გაგვეხსნებოდა ზეციური კარები, რაც აქამდე დახშული იყო საუკუნეები, დაგრაგნილი იყო. ყველა მართალი ადამიანი ხდებოდა აბრაამის წიაღში. ჯოჯოხეთის 4 საფეხური, როგორც ენოქის წიგნში არის. პირველი არის აბრაამის წიაღი, მეორე არის მართალი ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, არ ჩაუდენიათ მძიმე სასიკვდილო წოდები, მესამე საფეხური იყო მკვლელების, მრუშების, მეოთხე იყო იმ ადამიანების, რომლებიც თვითონ არ კლავდნენ, მაგრამ ავალებდნენ და სხვისი ხელით ახდენდნენ მკვლელობას. ანუ მეფეები. სადაც ჩაჭვებით დაკიდებენ იქ ეშმაკები და აწამებენ. აი ესეთი ის იყო 4 საფეხური შეეული ჯოჯოხეთის ებრაული გაგება. და იესო ქრისტემ ეს წარმოთხოვნა ჯოჯოხეთი გაანადგურა, გააცამდერა, იმიტომ რომ სიკვდილი მოკლა. რადგან სიკვდილმა ისეთი ადამიანი მოკლა, ვისი სიკვდილიც არ შეიძლებოდა. ანუ იესო სიკვდილი არ შეიძლებოდა. ამიტომ წერია ყურანში არ მოუკლავთ, მოეჩვენათ. რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება მოკვდარიყო ის, ვინც მარადიულად ფლობდა საკუთარ თავში სიცოცხლეს, რომელიც მამისაგან ჰქონდა მიცემული, ქვეყნის შექმნამდე. შეუძლებელია ის, მაშინ მარადიული სიცოცხლე კი აღარ ჰქონდა. არამედ დასრულებადი ჰქონდა, წამიერი ჰქონდა, მაგრამ არა. მარადილმა სიცოცხლემ შთანთქა სიკვდილი. მოსპო. და მოკვდა ვინ? მოკვდა ადამი მარიამის ძე, ანუ სხეული მოკვდა, ეს სხეული ისეთაც მოკვდებოდა, ადრე თუ გვიან მაინც მოკვდებოდა. ხო იძახიან ახლა მუსლიმები, ქრისტე უნდა მოვიდეს და მოკვდეს, იმიტომ რომ სხეულით არისო. სხეულით მოკვდავი არსება ვერ იქნება ამდენი ხანი, უზენაესის ნაშის ვერ გაუძლებს, მით უმეტეს შუამავლად. როგორ იქნება შუამავლად?
შუამდგომლად ქრისტე თუ ჩვენსავით მოკვდავი, ხო? ჩვენსავით მოკვდავ შუამავლობა არ შეუძლია. აი ეს განსხვავება უნდა დავინახოთ. შუამავლობა უნდა იყოს განსაკუთრებული პიროვნება, რომელიც განსხვავდება მოკვდავისგან. მოკვდავ ადამიანს ზეცაში შუამავლობა არ შეუძლია. ეხლა მეტყვიან ენოქი და ელია სად არიან? ენოქი და ელია შუამავლებად არ არიან. წასულები უზენაესთან. ისინი გადასახლებული არიან სხვა სამყაროში. მეორედ მოსვლამდე. და მეორედ მოსვლისას უნდა მოვიდნენ. და იმ გადასახლებულ სამყაროში დრო ესე არ გადის, როგორც ჩვენთან გადის. ხო ხედავ როგორ დაჩქარებულია დრო. იქ ესე არ არის. 1000 წელი ერთი დღეა შენ წინაშე. არის რაღაცა სხვა სამყაროები, სადაც დროისათვლა ქრება საერთოდ. და თუ დაბრუნდებიან, ის ჩვეულებრივ სხეულში იქნებიან, შენარჩუნებული იქნება სხეული. არის მაგათი ვერსიები, მომავლიდან დაბრუნებულები თუ რაღაცას ეძახიან ხოლმე. ბევრი ფაქტები აღმოჩენილი, რაღაცები ხდება რა სამყაროში. პორტალებიდან მოდიან, შემოსულებს ეძახიან, გადმოსულებს. სხვა სამყაროდან გადმოსულები არიან. და ანალოგიურად ესე გადაასახლა ენოქიც და ელიაც. არ არიან სასუფეველში ასულები. ენოქი და ელია. ენოქი და ელია არიან ოკეანის გაღმა აღმოსავლეთ მხარეში. ასე ერთ ჩანაწერებში ბიბლიოთეკაში ვნახე. გადასახლებულები არიან, ანტარქტიდის იქით არიან რა. ნუ მოკლედ მეგობრებო, კიდე კარგად უნდა დავფიქრდეთ ჩვენ რასთან გვაქვს საქმე. იესო ქრისტემ გამოავლინა თავგანწირული სიყვარული ადამიანური ბუნებისადმი. ხო ამბობს რომ მე შემეძია დავდო ეს სხეული, დაანგრეთ ეს ტაძარი და 3 დღეში აღვადგინო. ვინ ამბობს ამას? კაცის ძე. მას ჰქონდა ძალაუფლება საკუთარი სხეულის აღდგენას. და წერია რომ ღმერთმა აღადგინა ის. რა თქმა უნდა ღმერთმა აღადგინა ის. იესო კაცის სხეული. იმიტომ რომ ღმერთი ეწოდება იესოსაც რა გაგებით? არა იმ გაგებით რომ ის არის ყოვლის სამპრობელი უზენაესი. არა. შენმა ღმერთმა მოგაკუთვნა ძალა ღმერთო. განამტკიცე ის რაც მოიმოქმედა ჩვენთვის დავითი ეუბნება იესოს. 62 სამუნია. თუ არ ვცდები ხო 62. ბოლო მუხლები. ამ გაგებით შეიძლება ღმერთმა საკუთარი სისხლით შეიძინა ეკლესია. კი ბატონო. ტახტი შენი ღმერთო უკუნით უკუნისამდე არის ეს ფიქსირდება, მაგრამ ამ ღმერთში არ იგულისხმება უზენაესი ყოვლის სამყაროები. იქ გამოყოფილია ცაბაოთი ცალკე არის. და სადაც მაგას ამბობს იქ ცაბაოთი არ ამბობს მაგას. ნუ მოკლედ იესო ქრისტე არის ზნეობრიული პრინციპის მასწავლებელი, უმაღლესი დონე. სიყვარულის უმაღლესი გაგება, რომელიც დაბიო ადამიანებს არ ესმით. და სვავენ ესეთ არასწორ კითხვას, მამა ღმერთმა რატო გაწირა თავისი ძე, რან არის მოსიყვარულია. თუ თვითონ სიყვარული მოითხოვს თავგანწირვას. აი ზღვაში რო ვიღაცა იხჩობოდეს და გადახდე და შენ დაიხჩო და ის გადაარჩინო, აი ეგეთი ვარიანტი არის რა. სხვისი გულისთვის რომ შენ გაწირო საკუთარი თავი. დაახლოებით აი ესეთი ვარიანტი არის. იესო ქრისტემ თავი კი არ მოიკლა, მამა ღმერთმა კი არ დაკლა და იქ რაღაცა შეიწირა. არა. არამედ იესო ქრისტემ ეს სიყვარულით გაწირა საკუთარი თავი ჩვენს გადასარჩენად. ეს სხვა რაღაცაა და ის სხვა რაღაცაა, რომ გაწირა და არ დაინდო და მიატოვა და ფეხებს დაიკიდა და ბარან არის მოსიყვარულია და სიყვარული იცი რა არის საერთოდ? სიყვარული არის მსხვერპლის გაღება. საყვარელი ადამიანისათვის დათმობაზე წასვლა. ღმერთმა ისე შეიყვარაო, წუთის სოფელიო რომ საკუთარი ძე მოუვლინაო. ო გადაერჩინაო ადამიანები. საკუთარი ძე გაწირაო ადამიანების გადასარჩენად. ანუ სიყვარულის თავგანწირვა იგრძნობა, თავგანწირული სიყვარულია ეს. და სიკვდილის გარეშე ვერანაირად ვერ მოხდებოდა ადამიანური ბუნების დახსნა ცოდვის ბორკილებისგან. ამაზეა მთელი ახალი აღთქმა, ხო? იესო ქრისტეს სიკვდილით მის ჭრილობებში ჩვენთან მოვიდა კურნება, იმიტომ რომ ისეთი ადამიანი მოკვდა და ისეთ ადამიანს შეეხო სიკვდილი, რომელსაც ცოდვა არ ჩაუდენია, ის არ იმსახურებდა სიკვდილს. და ცოდვით მოკლა ცოდვა. ცოდვის სხეულით მან ცოდვა გაასამართლა.
მოაო ქვეყნის მთავარიო და ჩემში ვერაფერს ვერ პოვებს ღვამოს იესო ქრისტეს რომელ დროზე ამბობს ამას აი ზუსტად ჯვარცმისას როცა ეკიდა მისი სხეული ზე დაბნელდაო ხო ზე კი არ დაბნელდა ბოროტის სულები მოვიდნენ და შევიდნენ მის სხეულში დაეტაკნენ და ვერაფერი ვერ იპოვეს და ქრისტემ ის გაანადგურა და აღსრულდა ხო თქვა აბოლოს მამაო შენს ხეს შევავედრებ ჩემს სულსაო და აღსრულდა ანუ განაქარვა სიკვდილითა სიკვდილი და კუდრებს მისცა სიცოცხლე კოდრეთ აღდგომა შენდობა შენდა ლევამ სამუნებში ამოღებული აქვს უზენაეს სახელი იახვე და ცაბაოთ უფლის ნაცვლად ყველგან უფალი უწერიათ ეხა მალე გამოცემს სოფო ებრაულ სამუნებს უკვე აკაბადონებენ წერეთა კავშირის სახში პატარა ბლოკნოტივით იქნება ესე ლამაზად ატარებლად ჩანთაში ჩასადდება და რაც ანალოგი არის ებრაულ სამუნებში ის სახელი იხებულხო მესესე დავწერე ქართულად როგორც არის მოვნიშნე და გვერდზე მიუთითე ვინ არის ეს ცაბაოთი მამა ღმერთი არის ეს და სადაც იესო არის იქ დავტოვე უბრალოდ ღმერთი აი მაგალითად 44 ფსალმში არის ტახტი შენი ღმერთო უკუნითი უკუნისამნი ეს იესოზე არის მე შემდეგი მუხლები კი მამა ღმერთია თხო შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთი ყველა შენს თანაზიერებზე მეტად ანუ მთელი ფსალმუნები მამის და ძის ურთიერთობაზე არის ორ ღმერთი არის და მეუბნები მეორე ღმერთია იესო ესენი მეუბნებიან არა მეორე ღმერთი კი არ არის თვითონ ის არის და ეს უკვე მკრეხელობა იესო იახვე არ არის ვერ იქნება იახვე იმიტომ რომ ესაიაში წერია იახვე არის ყველას მამა ებრაელების მამაა იახვე და იესო არსად არ ამბობს რომ მე ვარ თქვენი მამაზეცია და ჩემზე უნდა ილოცოთ ის ამბობს რომ მამა ზეცაში გყავთ ერთია მამა და ისიც ზეცია მე არა ვარ მე რო შენი მამა ვიყო რა ლოცვა უნდა გასწავლო მე რო შენი ღმერთი ვიყო მე რო შენი ღმერთი ვიყო აი იესო მაგალითად რა ლოცვა უნდა გასწავლო მამა უჩვენო მამა უჩვენო კი არ უნდა გასწავლო სხვა ლოცვა უნდა გასწავლო იესოს ლოცვა უნდა გასწავლო არა იესო თვითონ ასწავლის მამა უჩვენოს ლოცვას ანუ ჩემზეა რომ მამას თხოვეთ ჩემი სახელით მე კი არ ამთხოვოთ მამას თხოვეთ ჩემი სახელით არ ვიცი მეგობრებო ძალიან დიდი დაპირისპირებები ელის სამყაროს იმიტომ რომ ეს დაწერილია რომ რელიგიური მიზნით მოხდება ბრძოლები ომები მე არ მივესალმები ყოველთვის მინდოდა ხოლმე რომ ქრისტიანები იუდეველები და მუსლიმები შემერიგებინა არ გამოდის აი რაღაც არ გამოდის რა არა და ყველას ერთ წმენა ხო ერთ ღმერთზე არის და ერთი ჯული აქვს საბიან აბრაამისტები ვართ მაინც ვიღაცა იმას ესე ესმის ამას ქრისტიანობაში რამდენი დაყოლანაყოფებია ხო როგორც რაღაცას ვეთყვი ხო ღმერთის სახელით და შეიაღოველო და შეიაღოველების ადვოკატი აი იაღოველების ადვოკატი მიწოდეს წარმოიდგენია კაცი ბიბლიისტი ვარ მწერალი კაცი და იაღოველების ისავარ ესე იგი ის ანა კალენდაძეც იაღოველი ყოფილა მაშინ რომ პატრიარქს უთხრა რომ იეჰოვა ქვია ღმერთსაო საიდან იწოდა ანა კალენდაძემ რომ იეჰოვა ქვია ღმერთს ისიც იაღოველი იყო და ეს რატო აქვს ხოლმე აი ზიზღი ჩადებული იაღოველი ხარ ძმა წიგნი გამოვეცი ესაიას და იაღოველი ხარ რომ მე მეუბნებოდი არა მართლმადიდებელი ვარ მეთქი მომთხა და მართლმადიდებლურ ჟურნალშიც იაღოვა უწერით სატირანი რო იყოს სასაცილო კი არის სატირანი ნუ მოკლედ მეგობრებო სასაუბრო ბევრია კარგი იქნება თუ ეხა მე ძირითადად სამუნებს უზივარ ხოლმე და კითხულობ ებრაული იმიტომ არის კარგი რომ მშობლიური ენა მამის ენა არის ამაზე ცირის ენა არის და დავითმა ებრაულად აწერებს სამუნები ებრაულად საუბრობ და ჯობია რომ ის ქერები რომ გამოდის იმას თავისი ვიბრაციები აქვს და სული სამყაროს ეხება და მე ქართულად წაიკითხოთ იმ მუხლის განმარტება გააზრებულად კარგია რეფსამუნეთ ერთმანეთს პავლე მოციქულიამ ხშირად წაიკითხეთ სამუნები რომ ის იქ მამის და ძის ურთიერთობა ხო მთელი სამუნები
რა უთხრა მამამ თავის ძეს დაჯექი ჩემს გვერდით ვიდრე დავანარცხე შენს ტრებს შენს ფეხდაქვეს ვის ეუნება საკუთარ თავს უთხრა არა რა თქმა უნდა აქ ორ პიროვნებაზეა საუბარი მამა ეუნება თავის შვილს დაწერეთ კიდე კითხვები თუ გაქვს რამე რა ვიცი დაწერეთ კითხვა თუ რამე გაქვთ ვისაუბრებ არა პრობლემა სადაც შემიძლია კითხვები თუ არ გაქვს გავდიშო მაშილაებს კითხვები რა ანუ რამე საინტერესო რამე თუ გაქვთ რამეზე ხო იესოს ბავშვობაზე თუ არსებობს რაიმე ინფორმაცია იესოს ბავშვობაზე არსებობს ინფორმაციები ოღონდ ეს არ არის ეკლესიის მიერ აღიარებული ტიბეტელების სახარება არსებობს ესეთი ტიბეტური სახარება თუ რაღაც წაკითხული მაქვს მე ისინია მაგიურ ჟურნალებშია თუ რაღაც ამოვიდა იქ რომელიღაცა ნომერი არის აღარ მახსოვს ზუსტად იქ წერია ნუ იესო ქრისტე ტიბეტში იყო ბავშვობა და იქ გაიზარდა 33 წლიდან ფიქსირდება მხოლოდ იესოს ბავშვობაზე ნუ რა ვიცი მარტო ლუკას სხვა რამეს ამბობს მათეს სხვა რამეს ამბობს ეგვიპტეში იყო ის ამბობს ნაზარეთში გაიზარდაო არავინ არ იცის მაგ ინფორმაცია არც ეს 33 წელი არაფერი არანაირი ინფორმაცია არ არსებობს მაგის იესო ქრისტეს ბავშვობაზე ერთი ვერსია ეგ არის რომ 12-ის იესო უკვე იყო იერუსალიმის ტაძარში და ასწავლიდა იქ რაბინებს ანუ ჩვეულებრივად მოძრაობდა რა იერუსალიმში იუდეაში გაიზარდა იესო ქრისტე თუ ამას დაუჯერებთ სახარებას 12-ის იესო უკვე ქადაგებს იერუსალიმის ტაძარში წავედი მეგობრებო წავედი ლაპარაკი რჩება ქარავანი მიდის და ძაღლი ყიფავსო ეგრეა ჩვენი საქმე არაფერი არ იცვლება სმენელთა რწმენას არ ერწყმება ჩვენგან მოსმენელი სახარება თუ რავი რაც არის გინდა ესე უთხარი გინდა ისე უთხარი ინდივიდუალურად არის ყველანაირად ამართებს თავის ცოდვას და თავის დანაშაულებს და თავის წმენასაც და გაგიბოს იმედი აქვს რომ ღვთის ეტყვიან და ღვთელი მიუტევებს იქ წაუბუტყუტებს რაღაც თვითონაც არ იცის დარწმუნებული არ არის იმაში და სხვებს არ უნდა წაუკითხოს აბა ჰე თქვენ იცით